გამარჯობათ ყველას, მოკლედ. მე დაგიბრუნდით ის ახალი ვლოგით. ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, თუ ჯერ არ გაიგეთებიათ ეს. და ეხლა უკვე დღეს წინაზე რომ გაჩვენეთ კაბა მაშინ დამეზარა ამის ჩაცმა და ეხლა მეთქი, მოდი ამ ვლოგისთვის ჩავიწვევ და ვაი მე რა საყვარელი კაბა. ძალიან მიყვარს ზოგადად ეს სტილი და შეხედეთ. როგორი ლამაზია. ეს დეტალიც. შევიკარი, მაგრამ ეს არ ვიცი როგორ შევიკარი. აუ ბოლომდე როგორ დაგენახოთ მართლა არ ვიცი. არა ესე ვერ გამოჩნდება. მე მგონი სადმე უფრო დაბალ ადგილას უნდა დაგდოთ. მოკლედ იქით ოთახში უფრო კარგად დაგენახებით, მაგრამ აი ესეთი კაბა საშუალო სიგრძის არის და ძალიან მომწონს, არ ვიცი მიხდება თუ არა თქვენ დამიწერეთ კომენტარებში. და გადავწყვიტე რომ ბარემ დღეს ჩამეცვათან ამით არის არაჩვეულებრივი თვითონ მართალი შუქი არ გვაქვს, იმიტომ რომ ეხლა ხან ჩაქრეს ფარდასტო გადავწევ. აქეთ და იქით რომ ხელებს შემშალოს. მართალია შუქი არ გვაქვს, ცოტა ხნის ჩაქრეს, მაგრამ ხასიათს არ ვიფუჭებ არანაირად, ვინმე ხან საყვარელია ეს ხელებიც. და იმ დეტალზე კიდევ გიშდები ნახე. ძალიან საყვარელი კაბა და რაღაც ისე ფრიალებს იქით ოთახში გავამერე და უკეთესად გაჩვენებთ. ამით გარდა კიდე გამოვიწერე ორი კაბა, რომელიც ცოტა იმაზე გვიან ჩამოვიდრა, ვიდრე ველოდი რომ ჩამოვიდო და მინდოდა ახალ წელს ჩამეცვა, მაგრამ არ ჩამოვიდა ახალ წელს და ნუ ძველი ახალი წლისთვის მაინც მქონდა, მაგრამ არის გრძელი და ორივეს ვაპირებ რომ გადავაკეთო. ამ დღეებში უნდა წავიღო მკერავთან და გადავაკეთო ეგ ორი კაბა. მაგრამ ახლა თქვენ მაინც გაჩვენებთ მაგ კაბებს და აქ ფოტოსაც ჩავსვამ როგორი კაბებია. მოკლედ, მაგ ეს ორი კაბა, ერთი არის შავი, მეორე ბორდოსფერი. და მოდი შავით დავიწყებ და კიდევ გამოვიწერე ამ კაბებისთვის გადასაცვამი თეთრი უნგულა, მაგასაც გავხსენებ და ძალიან ხდება განსაკუთრებით აი ამ შავ კაბას ხდება განსაკუთრებით გადასაბრუნებელია? კი უკუღმაყოფილა სიგრძეში მაგ ოდნავ გრძელი, ძალიან ოდნავ, მაგრამ ქუსლებზე თუ ჩაიცვამ ამ კაბას უკვე გრძელი აღარ იქნება, მაგრამ მე დიდ ქუსლებს ვერ ვატარებ. შესაბამისად, საშუალო ქუსლები მათვია ხოლმე და ან ძალიან დაბალი. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ეს ოდნავ უნდა მოვაჭრებინო დაახლოებით აი ესე და გადავაკეთებინო. აი მე გარეთ პეპლები დაფრინავენ. გიშდები ის დამინდა. ხა და გაჩვენებთ, ეხლა ძალიან მეზარება ამის ჩაცმა. ან და რა ვიცი, შეიძლება ცოტა ხანი შავიცო არ ვიცი და ჩაგისვათ აქ არის ესეთი ჩვეულებრივი შავი კაბა და აი აქ მთლიანად ესე გვერდზე ჩახსნილი არის ულამაზესი ძალიან რაღაცნაირი კლასია და განსაკუთრებით იმ უნგულაზედასთან აი გადასცვამი რომ გამოვიწერე მთი. ეხლა არის ზუსტად აი მოდის აი ამასთან გადახულოთ, ან ეს გრძელყავიანია ისე როგორც ეს და ეხლა მგონი მოდის ამის სეზონი და მეორე არის ეს მოცა იმ თეთრმა უნგულამ ამას იმენა უნგულები დაადო. მოკლედ ეს ამით გაჩვენებთ ეხლა. ესეც გრძელი ჩემთვის და უნდა დავამოკლებინო, მაგრამ საბედნიეროდ ისეთი გრძელი არ არის, რომ ასე ვთქვათ, არ იშველოს. მე გასაწმენდი მაქვს, იმიტომ რომ თეთრი ზედაპირ ჩაუჩვი ამაზე, ისე რომ ის არ გამიფერთხავს და არანაირად უნდა გამიფერთხა, იმიტომ რომ თმები აქ და უნდა დაცვიდეს თურმე. მე კიდე არ ვიცოდი, მაგრამ მე მითხრეს გვიან. ამიტომ ეს არის ცოტა გასაფრთხი. ეს თეთრი უნგულები რაც აქ იმ გადასაცვამის არის მოკლედ. და ეს არის ბრიტანელებზე. რამე უნდა გადავიცვა ამაზე, იმიტომ რომ ესე ძალიან ისეთია. ესე არის გრძელი ესეც ბოლომდე. ამასაც მოსაკლები მაქვს, ჩაგისვამთ ფოტოს როგორია. და ესეც არის აი ესე მთლიანად ჩახსნილი წინ. ესე არის მთლიანად ჩახსნილი და ძალიან ლამაზი კაბა. აი მართლა ძალიან ლამაზი კაბა. ორივე ძალიან მომწონს, ხოთი შორის ზოგადად ადრე სულ მეცვა შარვლები და მაგ უამრავი შარვლები და ეხა რაღაცა 1-2 წელია გადავედი მთლიანად კაბებზე, დავუჭირე მუღამი, არ ვიცი რატომ. და ეხა ვცდილობ ხოლმე რომ სულ კაბები ვიყიდო და რამდენიმე წელია უკვე შარვალის საერთოდ არ მეყიდია. თუმცა მაინც მაგ
უამრავი და დედაჩემ კიდე სულ მიგზავნის ხოლმე და მყიდულობს, მაგრამ მე ცოლობა აღარ ვიყიდო. ხა გაჩვენებთ იმ გადასცვამს. გადასცვამი ესეთი, გრძელი ჩავტენე. ყველაფერს ვნახავ ასე პარკებში, იმიტომ რომ ნაკლებად დილს იკავებს და მერე პლუს კიდე არ ისურება, ესე მგონია. აი ესეთია, ეს მთლიანად ქუდიც მოყვება რაღაცა, არც ისე სქელია, მაგრამ მაინც თბილია. აი ესეთი ღუნღულა გადასაცვამი მეიკაზეა და აი შავს და იმ ბორდოს ფერს უხდება აი განსაკუთრებულად. ეხლა მე გავალ გაჩვენებთ აქ როგორია მინდია. არა, ჯერ იქითა ოთახში გავალ, რომ ეს კაბა წესიერ დაგანახოთ. როგორი ამ უნდა იყოს, ჩვენ სახში არის ყოველთვის გამყინვარება, აი აგვისტოშიც კი, როცა ყველაფერი იწვის, ჩვენთან არის ძალიან სიგრილე განსაკუთრებით ქვევით და ნუ აი ზევითაც, არ ვიცი ეგ ანუ მასალის ბრალია თუ ის ბრალია, მაგრამ აი მეზობლები ჩვენთან მოდიან ხოლმე ზაფხულში განსაკუთრებით, იმიტომ რომ არ ჩვენთან ყოველთვის გრილა. და ეხაც ეს კაბა ძალიან თხელია ესეთი, რაღაცნაირი ნაჭერია და აი იმცა ის გამოჩნდება თუ არა, მაგრამ აი ესეთი კაბაა მოკლედ. აქ გრიზინა და შეგიძლია რომ სიგრძე დაირეგულირო, ეს ისეთი რაღაცა. კარით. რაღაცა ესეთი ფრიალა კაბაა მოკლედ. ერთი სიტყვით და ძალიან მომწონს განსაკუთრებით აი დეტალებზე გიჟდები ძალიან მიყვარს. ხო, გაითქვა ეს არჩული. ამინდი ხმით გავიხედები და მე შემოვალ და ისევ ჩემს სახლიდან ჩავიცვალ, იმიტომ რომ არ მინდა გაციება ნამდვილად ახლა გარმაწყობს არანაირად. ამ საკეში მგონი უფრო კარგად ჩანს კალკუტკი ჩვენ, იმიტომ რომ ცივა როგორც გითხარით. ხო და ისე. ფერი მომწონს ხათაშვილის ძალამაზი ფერია. არ დავიზარე და ესეთი ჩავიცვი. ეს მეორე კაბა, აი ამ გადასცვამთან ერთად, აი ესეა, შეიძლება ესეც გადაწიო. და ეს არის ესეთი ღუნგულა, რომელიც შეიძლება შევიკრა. ვფიქრობ, რომ ძალიან უხდება ამ კაბას იმ მეორესაც უხდება, მაგრამ ეხლა მაგის ჩაცმა ნამდვილად მეზარება. ძალიან გრძელია უღონთ. ფეხსაც კი ვაბიჯებ, ისეთი გრძელია. მე უფრო სეზონზე ჩავიცვამ და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, მაგრამ ისეთი თბილია, აი ეს როგორ წარმოიდგენთ, აი ძალიან ღუნღულა და თბილია. ძალიან მომწონს. მოკლედ, აი ასე. ეს ქუდიც მომწონს, ძალიან ხდება. ჩემი აზრით, ეხლა ნამდვილად გავიხდით გავალ გარეთ, იმიტომ რომ აი ძალიან კაი ამინდია და მინდა რომ ეხლა მათგან ვლოგის გადაღების ხასიათზე მოვედი და ცოტა მგონი უშუქება მეც იმოქმედა რაღაცები მინდა რომ მოგიყოთ. ამინდს გვაქვს ესეთი ამინდი, ოდნავ გრილა, მაგრამ ძალიან ესე სუფუქისი გრილია ვიტყოდი, არ არის ისეთივე. გაზაფხული იგრძნობა უფრო, მაგრამ თუ რა დროს გაზაფხულია, როცა თებერვალი ახლა დგება უკვე რამდენიმე დღეში. აი აქეთაც ესე ჯერ ხეები კიდევ გადიტვლებული და მგონი კიდევ რამდენიმე თვე ესე იქნება, მაგრამ აი ეს ამინდი ეს უხურბლოცა ძალიან მიყვარს მაგალითად. მოვიცვალე. თბილად ჩავიცვი, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა რომ გავცივდე და ამინდებს არ გავუთამამდები ჯერჯერობით, იმის მიუხედავად რომ რაღაცნაირად კარგი ამინდებია, მოკლედ მაქსიმალურად მინდა რომ ბევრი ვიდეო გადავიყო, სანამ აქ ვარ, იმიტომ რომ მალე ქავრობას დავტოვებ. ხო და მინდა რომ ასე ვთქვათ, გონებებად დამრჩე. მოგონებებად კი არა, იმიტომ რომ მაინც ვალ ხოლმე. მოკლედ. მაგრამ მაინც მინდა რომ ზარა მაგ ვარ ვიდეოების გადაღება მოვახერხო, რომ თქვენც გაჩვენოთ აქაურობა რაღაცნაირად ისე ამ პერიოდებში. ჩემ დაღლით მოვიდნენ. ხო, მეც მოყვარ ხარ. ვინ არის დედოსელა მოი? ხო, ცხოველებს რაც შეხებათ, ალბათ გაგიცნობათ კითხვები, სად იქნებიან, აქ იქნებიან. აქ გაიზარდნენ, დაიბადნენ და ვერსადაც ვერ წავლენ. მithumetes ქალაქში ხოდა. აქ მოულიან ძალიან კარგად. ხო დედა სიყვარულო. კი. ხა ძალიან ბევრი რამე იცვლება. ახლა ყველაფერს კიდევ ვერ გიყვებით, იმიტომ ჯერჯერობით იქნება თუ არა მიიღია მოყოლაზე. ანუ რაც ხდება. გარშემო
ეხა ჩემ გარშემო, მაგრამ აუცილებლად ნამდვილად ყველაფერს გაგაგებინებთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სიახლეებია და აი მე ძალიან აჟიტირებული ვარ იმ ყველაფრით რაც ხდება. და დატკბილ ვარ თქვენ ძალიან გაგახარებთ ამბები, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ მე არ მაქვს იმის ნებართვა რომ ყველაფერი მოგიყვეთ და გაგიზიაროთ, იმიტომ რომ ყველაფერი მე არ მეხება, მარტო მე არ მეხება. ხა და რამდენიმე დღეში მაქვს დაბადების დღე, 2 დღეში თუ 3 დღეში, 2 დღეში, არა 2 დღეში უკვე. ხა და 1 თებერვალს. არ ვიცი, გაჩი ამ ვიდეოს ედის დავდებ. ხა და მე პეპელა. აი ყვითელი, აი. შეხედეთ. აი, გაზაფხული ვართლა. ხა ეს გაეკიდება. არ დააფრთხო. ნახეთ რა ახლოს მოვიდა. მოდი. ბაიმე. აუ, ცოტა გადავიღეთ რა ცხვრწინ ჩამიარა. რასილამაზე ძალიან მიყვარფებლებია. ხო და რას ვამბობ. ჩემი დაბადების დღე მოდის. უკვე ვხდები 28 წლის რამდენიმე დღეში და ეს არის დაუჯერებელი ციფრი, ანუ მე ვხდები 28 წლის, არ ვიცი. როგორ შევეგუ ამ ფაქტს. მაგრამ ვცდილობ სამწუხაროდ გური კადალუკა არ იქნებიან ჩემ დაბადების დღეზე, გარკვეული მიზეზების გამო. რაც კარგი მიზეზებია, სხვადასხვა არა ცუდი, მაგრამ ძალიან გული მწყდება ეხლა რო არ იქნებიან, იმიტომ რომ ამდენი წლიანი ტრადიცია დაირღვევა. იმიტომ რომ ყოველ წელს ერთმანეთის დაბადების დღეზე ვსვევად დავდივართ ხოლმე, მაგრამ წელს არის ძალიან საპატიო მიზეზი. სადაც არ იქნებიან ჩემ დაბადების დღეზე, მაგრამ მაგასაც მალე მოგიყვებით და გაგიზიარებთ, იმედი მაქვს შევძლებთ. მალე გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ მალე გითხრათ, უბრალოდ არ შემიძლია. ხო და ძალიან ისე ვარ. ძალიან ბევრი ცვლილებები. ვფიქრობ, რომ ეს წელი იქნება ყველაზე განსხვავებული, იმიტომ ძალიან ბევრი რამე ხდება, ძალიან ბევრი რამე დაიწყო. ღმერთო, აი 28 წლის მანძილზე რამდენიმე რამე გაიარა, ეხლა რომ ვფიქრდები რამდენიმე რამე გადავიტანე და გავუძე. გმირის ის ჩამომკიდეთ სადმე ნიშანი. ხა და ეხლა უკვე დადგა ცვლილებების დრო. ძალიან ზოგადად არ შემიძლია ხოლმე ეს მოთმინა და მინდა ყველაფერი სწრაფად მოვუყვე რაც ხდება. თუმცა არ შემიძლია. რაღაცნაირი გრძნობა არა. მაგრამ ყველაფერს თქვენ თვითონ ნახავთ. და იქ ძალიან მახარებთ რომ ნახავთ ყველაფერს. ხო. ჩვენი ეზოს რაღაც ნაწილი, რაც ახალი ფეხუები აქ ბაბუა ჩემს დარგული, იქით გვაქვს კიდე, აი იქით ჩანს ძველი ფეხუები. ისინი ჯერ ნაყოფს არ იძლევიან სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ არის ძალიან ბევრი ნათითაც. ჩვენი პოდოლახბო. ეხლა აქაურობას რო ვუყურებთ და დაუჯერებელი მეჩვენება რომ სულ მალე აქ აღარ ვიქნები. ხო და აი ლიმონები საკდია ნახეთ. მაგრამ ასეთ კადრებს მაინც გადავიღებ, რომ როცა ჩამოვა ხოლმე. რა ლამაზო. მე როგორ მიყვარს ირმს არ გავს რაღაცა ირმ. რატომ აგონებენ ესენი ირმებს არ ვიცი, მაგრამ გვანენ მგონი რაღაც ცხვირით და რაღაცით. ხო. შეგიძლიათ გამიზიაროთ თქვენ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები როცა ხდებოდა. აი გარდამტეხი ცვლილებები, ნებისმიერი სახის როგორ შეგუეთ. რამდენად გაგიჭირდათ. ეხლა უკვე საუბრობდით. მე და გურიკა რო აი ძალიან რთული იქნება. ამას ვაცნობიერებთ ორივე ეს ცვლილებები, მაგრამ საჭირო. ამასაც ვიაზრებთ. მაგრამ აი ძალიან მაინტერესებს, როცა ცვლილებები მოვიდა თქვენ ცხოვრებაში. თუნდაც არ ვიცი, ნებისმიერი სახის ცვლილება. საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეთ, იქ ორწინეთ, ბავშვი გაგიჩნდათ, არ ვიცი. საზღვარ გაეწახვედით. რამე მოხდა, რა მნიშვნელობა, აი დიდი ცვლილებები, როგორ რამდენ ხანში შეგუეთ. ძალიან გთხოვთ დამწერეთ კომენტარებში და რამდენად რთული იყო, იმიტომ რომ ყველა ცვლილებას კარგსაც, ცუდსაც, მაგრამ კარგს ამის შემთხვევაში კარგზე გავაკეთოთ ფოკუსირება, ჭირდება დრო შეგუების. იმის მიუხედავად, რომ ბედნიერების მომგვრელია, იმის მიუხედავად, რომ საჭიროა, ცვლილება მაინც ცვლილებაა და ორგანიზმი, ტვინი, გული ყველაფერი უნდა შეეჩვიოს. აი რამდენ ხანში დადგა ეგ მომენტი, როცა შეგუეთ და ადაპტირდით.
ხო, ძალიან თხილი და აი იქით ზერო ჩადის ხოლმე. თან ჩანს ხოლმე და ძალიან ლამაზია. თხათ სულ ბოლოში კიდე არის მდინარე. ძალიან ლამაზი და კიდე აქ რა არის იქ ჭა. ხო, ძველი ჭა. ძველი რა ფუნქციური ჭა. ახლა მეზარება იქ გადასვლა და კიდე წყალი დგას იქ აი ძაღლებისთვის ხა გაჩვენებთ. აი აქედან გადავუძვრები ახლა მე და გაჩვენებთ. მოკლედ. იქიდან არის შესაძრომი. ვერი. და გაჩვენებთ ასეულობას. ჩვენი ძველი ჭა. ძველი არა. ხო ძველი აღარ ვიყენებთ, თუ აღარ გვჭირდება, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა, ხო, გაჩვენებთ ახლა. ძველი ჭა. როგორც ხედავთ, ამით ამ გვაქვს ხოლმე წყალი, როცა გვჭირდება, უფრო ამოგვს ქონდა ხოლმე ადრე. აი ამითი ძველი მეთოდით ისინი ჭა. აქ ჭიქა იდო ხოლმე თუ დალევა გინდოდა წყლის საჭიქია. აი თვითონ. ჰაი. გამარჯობა. ხო. აი ესეთი ამბავი და აქ აი წყალი. აქ სულ ვასხამთ ხოლმე ახალ წყალს. როგორც ხედავთ, მაგრამ აქ მაინც ეს ხეები რო რაღაცები ცვივა. საი ძაღლები, ნუ ზოგჯერ დროხაც მოდის ხოლმე აქ. რო უშვებთ ხოლმე. ეხა კი არ ყავს, მაგრამ მაინც. მაგრამ ეს არის ძაღლების წყალი, ძაღლების წყალს არ ვგულიხმობ ჩემი ძაღლების წყალს. აქ არის ძალიან ბევრი დასმული ძაღლი. ქუჩის ძაღლი, მოკლედ და მით დასვეს და ჩვენ სამეზობლოში არიან მოკლედ ესე ბევრი და ის მოდიან ხოლმე და სვავენ. ნუ ძალიან ბევრი წლები ადრეც მაგ მოყოლი. ისაკ ძალიან ბევრი ძაღლია დასმული ჩვენ სამეზობლოში და ეგეთ რაღაცებს უკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ ცოდვები არიან ხა რა. ხო და აქეთ კიდე არის ჩვენი ძველი სახლი კი არა. ბაბუა და ბებია ჩემის ძველი სახლი. პირველად როცა ბაბუა ჩემმა მოიყვანა ბებია ჩემ ცოლად ცხოვრობდნენ ამ სახლში. ეს მეორე დიდი სახლი, რომელშიც ახლა ჩვენ ცხოვრობთ, აშენეს მერე დეიდა ჩემი რო დაიბადა, ანუ პირველი შვილი რო გაუჩნდათ იმ დღიდან. ხო და მანამდე ცხოვრობდნენ ამ სახლში. გაჩვენებთ. ეხლა ამ სახლს ვიყენებთ ხოლმე საწყობად. და ხოლმე არაფრისთვის, მაგრამ აინც დგას და რაღაცნაირად ძალიან ისეთი არა. გაჩვენებთ ეხლა. ისეთი იყო, ნუ უფრო დიდი იყო და სხვაგან იდგა, უბრალოდ მე ბაბუა ჩემმა აქეთ გადმოიტანა. და დააპატარავა. გამოიყურება ეხლა ესე. ხო. ხო, უფრო მეტად საწყობია, მაგრამ ახლა კარი ჩაკეტილი აქვს ბაბუას. ხო, აქ ადრე შხაშხს და რაღაცებს ვაშრობდით, მაგრამ ეხლა აღარ ვაკეთებთ, ეხლა უბრალოდ ესე ძველი ნივთები აქვს ბაბუას შენახული და სულეკა. და აქ დგას ისეთი ულამაზესი ხეები. აი ეს ხე რო ყვავის ხოლმე, ყველაზე ლამაზი ხეები ყველა ერთად. აი ეს ეზო ხდება რაღაცა საოცრება მაგ დროს. აი ესე. გარედან ცოტა ძალიან შელახულია, მაგრამ ნუ არ დაგავიწყდოთ, რომ არის უბრალოდ საწყობი. და მეტი არაფერი. ადრე ეგ კატას ყავდა. კნუტები გაჩენილი, ვიღაცის კატას არ ჩვენი ნამდვილად არ იყო და ესე ვაჭმევდი ხოლმე, ხა აღარ არის. აი აქ იყო სულ წარწერები ქონდა გაკეთებული. რაღაცებს ვაწერდი ხოლმე, ჩემი მეგობრებიც რომ მოდიოდნენ და დედა ჩემის ბავშვობის წარწერებიც იყო, მაგრამ მაშორდა. და მე აშენეს მოკლედ აი სახლი იქით ჩანს. ხასოლეს არის. ბებელა ისევ. მოკლედ აქ უნდა გაჩვენდეს ხე. იმ ბებელას მოვეწონი აშკარად. აი ეს ხე, ხედავთ, როგორ არის გადაყირავებული. ეს ხე ყირავდებოდა ის და უმაგრესო არ წაიქცეს და აქ გავლა არის, რა ვიცი, ბეჭვის ხეზე გავლა. იმიტომ რომ ერთ დღეს შეიძლება ცოტა დამთავრდეს აქ გავლა. აკო მოვიდა ჩემ მეზობელი. შემოდი, ნუ გეშინია ის არ გიკმენს, ხო იცი. იკაკო, სად იყავი ამდენი ხანი? თუ შუქი რო არ არის, იმიტომ გაგახსენდით. მოდი, ნუ გეშინია ის გითამაშება. ბევრი ხანია არ უნახი ხარ ბიჭო. კარგად, შე როგორ ხარ? შენ ჩუსტები, მოიცა?